გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე. მას ასე წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი ვიზუალურად, თქვით მისი სახელი გულში, გაიხსენეთ, რა გითხრათ ბოლოს, როდესაც ნახეთ, ან რა მოგწერათ და დავიწყოთ. თქვენი ადამიანი ვინ არის ის? და ვინ ხართ თქვენ? იმისათვის, რათა მიხვდეთ, რომ ეს კონკრეტული გაშლა გეკუთვნით თუ არა თქვენ. თქვენი ადამიანი არის ემოციური მგრძნობიარე მიმზიდველი ნაზი არსება, მიუხედავად იმისა, რა სქესის წარმომადგენელია. ესეთი ენერგია მოდის, ძალიან დიდი რაოდენობით ფემინური ენერგია. ის სამყაროსაგან შესაძლებელია თქვას თქვენგან და ზოგადად ადამიანებისგან მხოლოდ სიყვარულს ელოდება ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ დროს. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ასევე ემოციური ადამიანი, მასთან რაღაცნაირად რეზონირებთ ენერგიით, თუმცა განსხვავებით ვინც ჩაიფიქრეთ იმისგან, თქვენ რაღაც თითქოს უკმაყოფილო ხართ, თითქოს გაბრაზებული ხართ, თითქოს თქვენ ვერ ამჩნევთ იმას, რაც თქვენ მოგეცათ. იმ შესაძლებელია ითქვას სიკეთეებს, უნარებს, რაღაცა ჯილდოებს შესაძლებელია ვერ ამჩნევთ, რატომ? რადგან შეიძლება ითქვას, რომ მეტი გსურთ ურთიერთობებში, რასაკვირველია და ამაში მართალიც ხართ და გეთანხმებით მე, თუმცა მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. მიზეზი თქვენი უკმაყოფილების არის უფრო ღრმა და საჯარო გაშლებში, რა თქმა უნდა, არ ჩავოღრმავდებით. ანუ სიგნიფიკატორი კარტი თქვენი არის ის, რომ რაღაცით ხართ უკმაყოფილო ამ ეტაპზე ცხოვრების და გსურთ მეტი. კარგით. რა კავშირია თქვენ ორს შორის, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ და თქვენს შორის ამ დღეს მდგომარეობით? მარტოობა. ორივე განიცდით მარტოობას და ეს არის საერთო ნიშანი თქვენი. კარგით, ნახოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი კონკრეტულად თქვენზე, ვინც ჩაიფიქრეთ. თქვენზე ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ძალიან სტაბილური, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ყველაფერი გაქვთ დალაგებული, მოწესრიგებული, შესაძლებელია გყავთ პარტნიორი, გვერდით კანონიერი და საერთოდ ხართ მეოჯახე ადამიანი, რაღაც სახლის ადამიანი, ამას ფიქრობს კიდევ. და ასევე ადამიანი, რომელიც მუდმივად მუშაობს. შეიძლება სამსახური იყოს პირდაპირი გაგებით, შესაძლებელია ეს იყოს, რომ თქვენ მუშაობთ საკუთარ თავზე. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ფიქრობს, რომ ემოცია არის თქვენს შორის, თუმცა რატომღაც ეს ემოცია არის უარყოფილი, იმიტომ რომ არის ბევრი შიშები, სიამაყე და სიცივე თითქოს ურთიერთობაში. ანუ ფიქრობს, რომ თქვენ ცდილობთ დაიცვათ ბალანსი და თქვენ თვლით, რომ მისი აზრით იმდენს აძლევთ მას, ყურადღება იქნება, ინფორმაცია იქნება თუ რა იქნება, ენერგია, თქვენი ენერგეტიკა იმდენს აძლევთ, რამდენადაც საჭირო თვლით. ან ინფორმაციასაც შესაძლებელია დაუშვათ, თქვენ მას იმას ეუბნებით, რაც
საჭირო, ასე ვთქვათ, თქვენი აზრით მან იცოდეს. აი რაღაც ძალიან მოზომილი ხარ და ბალანსებული ურთიერთობაში. მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ ემოცია, გაქვთ გრძნობა, სიყვარული მის მიმართ, თქვენ ამას არ ამჟღავნებთ იმ დოზით, რა დოზითაც თქვენ ამას განიცდით. პირიქით, თქვენ მიდიხართ გრძნობების გამოხატვისგან და უფრო უმეტად ავლენთ დისტანციას და რაღაც შეშებს შეიძლება ითქვას, ამას ფიქრობს ის თქვენზე. მას რა გრძნობა აქვს თქვენს მიმართ? მას თქვენ აბედნიერებთ ძვირფასებო, მას თქვენს მიმართ აქვს გრძნობა როგორი? აი რაღაცა თქვენ ხართ დღესასწაული მის ცხოვრებაში, თქვენ ხართ სიხარული მისი. თქვენ მას ახარებთ. მას სურს თქვენთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, მიწერ-მოწერა. მას სურს, რომ თქვენ გამოფხიზლდეთ. ის თვლის, რომ თქვენ ხართ საკუთრივი ადამიანი ზოგადად და თავად ეს ადამიანი მიიჩნევს, რომ თქვენ შესაძლებელია გახდეთ მისი საკუთრება. რაღაცა ესეთი ფიქრებია მისი მხრიდან. მას სურს, რომ სტაბილურად იყოს თქვენს ცხოვრებაში. და როგორ წარმოუდგენია აი ეს მისი ფიქრები, როგორ უნდა იყოს ის სტაბილურად თქვენს ცხოვრებაში. მას ეს როგორ წარმოუდგენია? მისი აზრით ეს არის დროის საკითხი, მისი ასე ვთქვათ ფიქრები ამ მომენტში არის ასეთი, რომ თქვენ არ გსურთ ურთიერთობა, რადგან გაქვთ რაღაც წარსულის დაღი, ასე ვთქვათ, თქვენ გქონდათ რაღაც ურთიერთობები, რომლებმაც შეგიქმნათ წარმოდგენა, შესაძლებელია ყავდათ ოჯახიც კი ადრე, რომელიც დაინგრა, ან ურთიერთობა, რომელიც დაინგრა და აქედან გამომდინარე მსჯელობთ თქვენ ამ ახალ ურთიერთობაზეც. მისი აზრით, მას ესე წარმოუდგენია, რომ თქვენ როცა ჩაუღმავდებით თქვენს თავს, აღმოაჩენთ, რომ ძველი ურთიერთობების ხარჯზე, ასე ვთქვათ, ძველი ურთიერთობების მაგალითებით არ უნდა იხელმძღვანელოთ. კიდევ რას ვფიქრობთ თქვენზე? ეჭვიანობს, შეიძლება ითქვას. მისი აზრით, თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი არჩევანი, რომლებსაც თქვენ არ ღებულობთ, მაგრამ ის მაინც ეჭვიანობს, მაინც. იმიტომ რომ ბევრი არაფერი არ იცის თქვენ შესახებ მისი აზრით. თქვენ შეიძლება რამეს ეუბნებით და უყვებით, თუმცა მას გონია, რომ ყველაფერი თქვენზე არ იცის. ის დარწმუნებულია, რომ არის თქვენ ცხოვრებაში ბევრი თაყვანისმცემლები, ესეც არ მინდა ვთქვათ, მინიმუმ 2 მაინც ისეთი ადამიანი, ვინც სერიოზულად არის დაინტერესებული თქვენით. მისი აზრით ძვირფასებო, ეს არ არის აუცილებელი მართლაზე იყოს, ის ადამიანი ასე თვლის. მაგრამ თქვენ ხართ მისი ოცნება, მისი აზრით შანსი მხოლოდ მას აქვს სტაბილურ ურთიერთობაზე თქვენთან. კარგით, ნახოთ თქვენ რას ფიქრობთ ყველაფერ ამაზე და ამით დავასრულოთ. თქვენ ფიქრობთ, რომ შეხედავთ ურთიერთობას, დაუშვათ რისი მოცემა შეუძლია ამ ადამიანს, მხოლოდ მატერიალურზე არ არის აქ, ზოგადად როგორ შემოვა ის თქვენთან ურთიერთობაში, გენდომებად თუ არა თქვენ, რამდენად თამამ იქნება ის და რამდენად მზად არის ეს ადამიანი, რომ ასე ვთქვათ, თქვენ გამოგიყვანოთ კომფორტის ზონიდან. მის სიტყვას აქვს ძალა და მას შეუძლია მოქმედება რაინდულად. აი ამას თქვენ დააკვირდებით.